ყვარული. რაც გითხარი დაამატე? ახლავე შევფუთავ. ნუ შეფუთავ. პარკში ჩააწყვე. კიდევ რაღაც უნდა დავამატო. კიდევ რა. ო, ლენტით ჩადე. ეს კარგი უნდა გამოვიდეს, ხომ იცი? ნუ ღელავთ, კარგი გამოვა, კიდევ ერთხელ შევამოწმებ. ჩვენს დროში შეყვარებული ადამიანის პოვნა ძნელია. მეგონა შენი სანები წარსულში დარჩნენ. როგორც ბედი ჰქონია, ალაჰმა დაგლოცოთ. იმედია შენი ფასი იცის. რას ამბობ ბიძია? ეს მე გამიმართლა, ნამდვილი ანგელოზია. პოეტიც გამხდარ ხარ. წასულია შენი საქმე, წასული. თუ საჭიროა, პოეტიც გავხდები და მეჯნუნიც. თავარია საყვარელი ქალის გაღიმება შევძლო. ძალიან კარგი. ყოჩაღ, ჩაის დალევ, სიამოვნებით, ახლავე. ბავშვების ოთახი ჭიქებით არის ავსე. ფატმა დეიდა, გუშინ ხომ გვითხრეს დავრეკავთ თუ არ დაურეკავთ? დარეკეს, მაგრამ არ გითხარი. გული რომ არ გტკენოდა. სხვა იყვანეს? ხომ გეუბნები, ეს ადვილი საქმე არ არის. უცხოელი ქალი აიყვანეს, იქ ცხოვრობს. როგორ მოვიქცე? სასწრაფოდ ფული უნდა ვიშოვო. შუქის ფული გადავიხადე ჩემი წყალობით, მაგრამ ესეც ხომ ვალია. უამრავი გადასახადია, წყალი, ტელეფონი, ინტერნეტი. მაღაზიის ვალიც მაქვს. მუშაობა მინდა, მაგრამ დამლაგებლადაც არ მიღებენ. ფატმა დეიდა, რამე მირჩიე, როგორ მოვიქცე? ერთი სამუშაოა, მაგრამ არ ვიცი თუ დათანხმდები. დეიდა, ასარჩევად მაქვს საქმე. უნდა ვიმუშაო. რა უნდა გავაკეთო? ომლეტს აკეთებ? არა, უბრალოდ შევწო. ყველი კიდევ ამოიღე. რას მიყურებ? მოიტანე. გინდათ ომლეტი მოვამზადო? შენ კვერცხის გატეხვაც არ გეცოდინება. ომლეტს მოამზადებ? ახლავე დაგიმტკიცებთ რა შემიძლია. წვანილით და კარტოფილით მოვამზადებ. მიდი, ვნახოთ რა გამოვა. ჯამი მჭირდება. გამომართვი? ესეც ასე. კარტოფილი სად არის? მე გავთლი. ძალიან კარგი. წვრილად დაჭერი. ახლავე. ახალი კონტარი ჯობია. უგემრიელესი გამოდის, მაგრამ აქ ვინ გაგვანებირებს? რა გაეწყობა? ავთვიფოთ, კარგად. უნდა აფუვდეს. კომენდანტო. წელი მტკივა, ექიმს უნდა გავესინჯო. ოჩახ, ნახოთ რა გამოვა. განაგრძე, ახლავე მოვა. შეიძლება დავჯდე. ბოროტ ადამიანებს ბოროტი თვალები აქვთ. შენ კი ძალიან ლამაზი თვალები გაქვს. სიყვარულიც ავსე. სადაც სიყვარულია, სიძულვილი არ არსებობს. არ ჩიში. ჰანდესი არ გიშინია? რას ამბობ? რატომ უნდა შემეშინდეს? ყველაფერი ვიცი. მის ხელში სათამაშოდ ნუ გადაიქცევი. მე აქ ვარ. ჩემი იმედი გქონდეს.
ჩემზე რატომ ზრუნაველი? მე ხომ გიღალატე. დირექტორს ტყუილი ვუთხარი. ეს შენინებით არ გაგიკეთებია. ასე იმიტომ მოიქეცი, რომ ჰანდესი გეშინია. ამდენ ხანს სად იყავე? რა შენი საქმეა? ბეწვის ხიდზე დავდივარ. თელიფსონი შენზე დავდე და სად იქნები ჩემი საქმე არ არის? გავისეირნე და დავბრუნდი. რა გინდა აქ ვარ მოვედი. გაისეირნია რა? სათვალთვალო კამერები რომ არსებობს და გავიწყდა? ვინმემ დაგინახა? ო, რა თქმა უნდა, მაგასაც ფათეჰი მოაგვარებს როგორც ყოველთვის. ასე ნუ იქცევი. წესებს დაემორჩილე. რომელ წესებს? შენ წესებს? შენი ადგილი იცოდე. თუ მომინდება აქედან ახლა ვეწავალ. ნახოთ უფულოდსაც წახვალ. ვერ წავალ. მართალია. სულ დამოვიწყდა ვისი შვილი ხარ. შენ ზარღვებში დუნდარების სისხლი ჩქებს. მაგრამ არა უშავს. შენი დროც მოვა. სისულელეებს მორჩი. დღეიდან ჩემს ბრძანება შეასრულებ. ჩემი ნებართვის გარეშე გარეთ არ გახვალ. მამა ჩემს ვეძებ. არ ვიცი სად არის. შენ კი ქუჩაში დასეირნობ. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მერე სადაც გინდა იქცადე. რა ხდება? ფრანი, ზედ ელიფის სურათია. ელიფ, მოდი, მოდი. Aşk serseri bir kuş. Bazen istesen de tutamazsın, aç kanatlarını. Bırak korkuların orada kalsın, biz seninle sonsuz olalım. Her sabah yanında uyansam, gözlerinde yakamoz olsam, ömrümü ömrüne dolarım. Bırak sen de kaybolayım. Her sabah yanında uyansam, gözlerinde ელიფ, ეს ჩვენი პირველი ფრანია. კიდევ უამრავ ფრანს გავუშვებთ. ჩვენს სახელებს საზე დავწერთ. ნიავი ჩვენთვის იქროლებს საყვარელო. გაიღიმე და იმედი არ დაკარგო, გესმის? ომერ, აქ ვარ. არა საყვარელო. მანდ კი არა, აქ ხარ, ჩემს გულში. serseri bir kuş. შენ კი ჩემს გულში ხარ. Tutamazsın, aç kanatları. კომისარო, საკმარისი აქ თხოვთ. პასუხს მე მომთხოვენ. დაგელოდები. მიყვარ ხარ. Her sabah დამელოდე კომისარო. uyansam, gözlerinde yakamoz. მიყვარ ხარ. Ömrümü ömrüne doladım. Bırak sen de kaybolayım. Her sabah yanında uyansam, gözlerinde
olsam ömrümü ömrüne doladım აქ რა ხდება? kaybolayım რა ხმაურია? her sabah yanında uyansam გარა, საკნებში დაბრუნდით. რა იყო? ცოტა რომ გავხალისდეთ არ შეიძლება? bırak sen de kaybolayım bu masalda mutluluk var inanırsan var olurlar ელიფ. დაუჩქარე. korkma bu masalda mutlu son var sen de benim yarınım var inan bana ne olur korkma მადლობა. ძალიან დამეხმარე. ყოჩაღო. ეს იდეა საიდან გაგიჩნდა? ინტერნეტში ნახე? სამშობლოში რომ დაუბრუნდები, საცოლეს მეც გავახარებ. ო, საყვარელ ქალზე იფიქრე და შენც მოიფიქრებ. წადი საქმეს მიხედე. ნახვამდის. გაუძელი ელიფ. ცოტაც გაუძელე. ამას რომელი კაცი გააკეთებს? ჩემმა სულდა მივიწყა. Sanki benimki ჩემი მოდის, მუნჯი ვიძის და მიდის. oturup gidiyor işte. Ama ხო, მოდიან ნერვებს გვიშლიან, თავიანთ პრობლემებზე წუწუნებენ და მიდიან. ne şans გაგიმართლა ელიფ. hanımlar. გოგონებო, ყავას მოგიდუღებთ. O zaman მე ჭურჭელს დავრეცხავ. ქურაბიეს მოვამზადებ. ქურაბიეს? ღუმელი რომ არ გვაქვს? თუ ასია ჰალვას მოვამზადებ. ტკბილ ჰალვას. სიამოვნებით შევჭამთ. ay kız merak გითხარი ერთმანეთი სად გაიცანით? გვაინტერესებს. kız serekisi პოლიციელია რა? film როგორც ფილმებშია, მკვლელისა და პოლიციელის სიყვარული. გაჩუმდი რა ჩვენი საქმეა. sen bize სიყვარულზე გველაპარაკე ელიფ. სიყვარული კიდევ არსებობს? kaldı tabii. რა თქმა უნდა არსებობს. სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ იარსებებდა, არც იმედი. უსიყვარულოდ დედამიწა დაიღუპებოდა. გამარჯობა. Nerede? სათხარამდე ხას. თან დახმარებას მთხოვ, თან იგვიანებ. Ya, ელიფის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები აღმოვაჩინეთ. მუშაობთ. ბევრი დრო არ მაქვს. განყოფილებაში უნდა დავბრუნდე. რომ გეთქვა შეხვედრას გადავდებდი. რამე მნიშვნელოვანია? önemli bir şey mi? ელიფს დაეხმარება? Yani bir იმედი გვაქვს, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. şimdi boş არ მინდეთ ყვილად დაგაიმედო. ყვილად იქნება თუ არა, იმედი ყოველთვის იმედია. ახლა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. მართალი ხარ, მაგრამ კარგი, აღარ დაგაყოვნებ. უცებ გეტყვი და წავალ. ფილის ველაპარაკე. არ იცის რომ მამი და მისი დედაა. მართლა, გჯერა, მის წარსულთან დაკავშირებით ზღაპრები შეუთხზავს. გოგოც თუთიყუშივით იმეორებს. tamam ასეც ვიცოდი, ama მაგრამ ამაზე არ გავჩერებულ ვარ. დედას ერთი დიშვილი ყავს. სულდე, დიდი ჭორიკანა ვინმეა. მამიდასთან დაკავშირებით ველაპარაკე. რამე გაიგე? bana çok ilginç bir ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა. მე არც ვიცოდი. olmayacak şeyler. Babam მამას და მამიდას ერთხელ უჩხუბიათ. ყველას ეგონა რომ დედა ჩემის გამოიჩხუბეს. დედამ ვერ მოითმინა თურმე და ესაიდუმლო დას გაუმხილა. მამიდას საყვარელი ყოლია. მართლა? ო, მამამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მამიდასთან ურთიერთობა გაწყვიტა. bu kadar. სულ ესაა? ხო, İyi de bu ეგ ინფორმაცია არ გამოგვადგება. yani ne იმ კაცს რა ერქვა ნედრე თანიმი რომ ხდებოდა. babanla მამა შენი და მამი და ერთმანეთს რატომ დაშორდნენ? ან ისევ რატომ დაახლოვდნენ? bana bunları თავარია ეს გაიგო. tamam კარგი, işin magazin არ გამიჭირდება. tamam კარგი, hepsini de bana დანარჩენს მე გავარკვევ. sen Elif ოღონდ ელიფი გაათავისუფლე და თუ გინდა მამი და ჩემის რენტგენს მოგიტან. კარგი, მე წავალ. görüş ნახვამდის. pardon უკაცრავად, ანგარიში.
ლამაზო, მესმის ჩემზე გაბრაზებული ხარ. არც მიკვირს, რამდენჯერ უნდა მაპატიო. ვიცი არ გინდა რომ ჩვენი შვილის მამა ვიყო, მაგრამ როგორც უმამოდ გაზრდილი ადამიანი ვერ დავუშვებ რომ ჩემი შვილი უმამოდ გაიზარდოს. გენდომება თუ არა, მასზე მაინც ვიზრუნებ. სულ თქვენ გვერდით ვიქნები, რადგან თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს. ნილუფერჰანიმს თვალი არ მოაშოროთ, უსაფრთხოდ უნდა იყოს. თუ გმირობა შევძალი დავბრუნდები ლამაზო. ჩანთას მისამართზე რომ მიიტანთ, ფულს მიიღებთ. ჩანთაში რადევს. ძვირფასო რა ჩვენი საქმეა ხვის ჩანთაში რადევს. პოსტალიონი წერილს ხსნის? მართალი ბრძანდებით. ვითომ მართლა პოსტალიონები ხართ? წარმოიდგინეთ, რომ ომში წასული შვილის დედა უნდა გაახაროთ. და ამაში ფულს მიიღებთ. მაგრამ თუ არ გინდათ ეს თქვენი ნება. არა, თანახმავართ. ფული ძალიან გჭირდება. ხომ ასეა მელიქე? საქმე უკვე მაქვს. შეგიძლიათ დღეიდან შეუდგეთ. რა სიტყვით? შეხვედრის ადგილს შეგატყობინებთ. კარგი. დაგვირეკეთ და მოვალთ. კარგი. შევთანხმდით. ჯერის ფირმები შევამოწმოთ, რომლებიც შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს. უამრავ ფირმაში დავრეკეთ, გავიკითხეთ. იმ მანქანებს ვეძებთ, რომლებიც მკვლელობის დღეს დაიქირავეს. ინფორმაციას ელექტრონული პოსტით გამოგვიგზავნიან. დიდი იმედი არ მაქვს. იპოვეთ რამე? სად იყავი? იას დავხედე. უჩემოდ ვერ ჩერდება. საჭმელს ომერი მომართმევს, დესერტს არდა. ჩაის კი თოლგა. იფექ შენ კი სახლს დამილაგებ. რა გჭირს გაგიჟდე? სასწრაფო ვიპოვე. რა? დარწმუნებული ხარ? მკვლელობის დღეს ერთი მანქანა დაიქირავეს. ზუსტად იქ მივიდე, სადაც დამწვარი ქოხია. ეს ის სასწრაფოა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ. მეგობრებო, უნდა ვიჩქაროთ, წამოდით. ნახე რა ბედნიერი სახე აქვს. შენმა კომისარმა ტკბილეულით ყველა გაგვანებივრა ელიფ. ებრო არ გამოსულა? არა. წავალ ნახავ. ებრო. ეზოში რატომ არ გამოხვედი? ავად ხომ არ ხარ? ძინავს? წადიელებ, უნდა დავიძინო. ებრო, რა მოხდა? შემომხედე? ჰანდემ გცემა? ებრო, თუ არ გინდა საკუთარი ხელით მივახშო, მითხარი რა მოხდა?
საპატიმროში ნარკოტიკებს ყიდის. რა? ამას როგორ ბედავს? ბედავს. რამდენჯერმე მეც დავეხმარე. ხელს ვაფარებდი. ახლა ცდილობს ნარკოტიკი გარედან შემოიტანოს. დახმარება მთხოვა. არ დავთანხმდი. ამიტომ ცემა. სად მალავს, იცი? მომისმინე? ფანდესგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ეს არის. მითხარი. დეიდა. მგონი სწორედ ამ დამნაშავეებს დასდევს ომერი და ჰატიჯეც მათ გამოზის ციხეში. არა, იმათ თვითმფრინავით გადაჰქონდათ. ეს იოლი საქმეა. დანაშაულად არ ითვლება. ან იქნებ ესეც დანაშაულია. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, დანაშაულია. ამას არ გავაკეთებ. მირჩევნია დამლაგებლად ვიმუშაო. თუ მიგიღეს კი? დილიდან საღამომდე ვირივით გამუშავებენ და ორ ქურუშს მოგიგდებენ. მომისმინე? ორი შვილი გყავს. მესამე ალახმა მაპატიოს და მოგიგდეს. სამ ბავშვს რას აჭმევ? რას ასმევ? რითა სწავლი? თავს ძალა დაატანე და ჭკუას მოუხმე. ეს წლები ჰუსეინთან ერთად გაჭირვებაში გაატარე. თუ შეშინდი, უარესი გაჭირვება გელოდება. მომისმინე? მარტო ოჯახის გაძღოლა ძალიან რთულია. იმუშავებ, ფულს აიღებ და მშვიდად იქნები. თუ არ მოგეწონება და ჭკუაში არ დაგიჯდება, თავს დაანებებ. თუ გაგიმართლებს და რამეს იშოვი, ხელს ვინ შეგიშლის? წათი და იმუშავე. გახსოვთ იმ დღეს ვინ გადაიყვანეთ? სამწუხაროდ არა. ყოველდღე ათობით ავადმყოფი გადამყავს. დილამდე ვმუშაობ. რომელი ერთი დავიმახსოვრომ? არც თქვენ გახსოვთ? იმ დღეს ვისვენებდი. ჩემ ნაცვლად სხვა მუშაობდა. ვითომ არ ახსოვთ? აშკარად რაღაცას მალავენ. გისმენთ, მე დირექტორი ვარ, შემიძლია დაგეხმაროთ. გამარჯობა. გვაინტერესებს ამ დღეს თქვენი მანქანით ავადმყოფი სად გადაიყვანეთ და მორიგეები ვინ იყვნენ? ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, ოფიციალური მიმართვის გარეშე ვერ მოგაწვდით. განსაკუთრებულს არაფერს გთხოვთ. მხოლოდ ის გითხარით იმ დღეს ვინ მუშაობდა და ავადმყოფი სად მიიყვანეს. შეუძლებელია ბე, პროკურორის ან სასამართლოს ორდერის გარეშე ვერ დაგეხმარებით. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. უკაცრავად წარმატებას გისურვებთ. მეგობრებო, ომერ არ გინდა, წავიდეთ. წავიდეთ. ვიცი რატომაც მალავენ. სასწრაფო კერძო პირმა დაიქირავა. კერძო საქმისთვის. პროკურორისგან ორდერი ხომ არ ავიღოთ? დრო არ გვაქვს ფელო, დრო არ გვაქვს. ახლა რას ვაპირებთ? მძღოლს უნდა დაველაპარაკოთ. რა? მძღოლის ვინაობა გაიგე? მდივანი ენა ჭარტალა აღმოჩნდა. მისამართიც კი მომცა. აი ეს მესმის. ყოჩაღ, იფეკ, თავიდანვე ვერ თქვი? მანქანებში ჩასხედით. დროულად მოვედით. მალე ისიც მოვა. ჩანთას გამოვართმევთ და ადრესაც გადავცემთ. მერე კი მაღაზიაში წავალთ. ბავშვებს საჩუქრებს ვუყიდით, გავახარებთ. ჰატიჯესაც ვუყიდი რამეს. ციხეში ვერ მივსულ ვარ, ფული მჭირდება. იქ ფული რისთვის ჭირდება? იქ ყველაფერი ფული ღირს. თუ ფული არ გაქვს, დაიჩაგრები. პატიმრობა რთულია, რთული, საბრალო. ფატმა დეიდა, ალბათ აღარ მოვა. შეხედე, ავტობუსიც მოვიდა. წავიდეთ. ეს საჩვენო საქმე არ არის. რომ დაგვიჭირონ მერე? შვილო, რამდენჯერ უნდა გითხრა? საშიში არაფერია. თუ საშიში არ არის, ჩუმად რატომ ვაკეთებთ? წამოდი, წავიდეთ. ციხეში არ მინდა. წამოდი, გთხოვ.
მოდის. Aman. იცოდე ხმა არა მოიღო. გამარჯობა, ჩანთა მოგიტანეთ. სად უნდა წავიღოთ? წერია. გადასცემთ და წამოხვალთ. ჩაის ბაღში დაგელოდებით. როცა გავიგებ, რომ გადაეცით, ფულს მიიღებთ. გამომართვით. ჩაის ბაღში შევხვდებით. წავიდეთ. ადექით, შემოწმებაა. ჩამოდი ჰანდე. სიგნალი შემოვიდა. ჩამოდი. ვაი. რამდენი რამ მქონია ჰანდე ჰანინი. კარგი. რასაც ვეძებდით ვიპოვეთ. წამოიღეთ. როგორც იქნა მოვიშორეთ. ახლა რა მოხდება? რა უნდა მოხდეს? გაასამართლებენ და სასჯელს გაუორმაგებენ. ნუ გეშინია. დამთავრდა გესმის? იმედია. გაღე. რატომ გამყიდე? იცოდი არ შეგარჩენ. ჩემგან რა გინდა? ელიფმა დირექტორთან გიჩივლა. ჯაშუში ის არის. ენა სამოვაძრობ. ნეჯო, ლუდი მომიტანე, გასახსნელიც გამოაყოლე. ახლა გართობის დრო არ არის. საქმეს მიხედეთ, აიარი ვიპოვემ. ჯერ თავიდან მოიშორე და მერე დალიე. მართლა იპოვემ? ნუ, ვიპოვემ. ჩვენიერია. რადგან ასეა უნდა მოვემზადო. საღამომშვიდობისა, მე სტამბოლის საგამოძიებო ბიუროს კომისარი ომირ დემირი ვარ. რა ხდება? რა ამბავია? საშიში არაფერია. თქვენთან რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. რასთან დაკავშირებით? დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. რემზე გქვიათ, არა? დიახ, რემზე ბიძეა. სასწრაფო დახმარების მძღოლი ხართ, არა? დიახ. საშიში არაფერია. დავსხდეთ, ვილაპარაკოთ. დაბრძანდით, გთხოვთ. ვისაუბროთ. თაიარი იქ არის. იარაღს არ მომცემ? დავახრჩო? დრო არ დაკარგო. მოკალე.
იქამდე როგორ მივალ? დაცვა არ შემიშვებს. ნეჯდეთი მიხედავ შენ ნუღელავ. მე ვერ გამოვჩნდები. ნიშანს რომ მოგცემ სახლში შეხვალა. კარგი. ვიზიარებ შენს მწუხარებას. მადლობა. მე ვწვევი გოგონებო. ღამე მშვიდობისა, ღამე მშვიდობისა. რას მომსტერები ხართ? შენი სიკვდილის დრო მოვიდა თაი არა. გახმაურებული ამბავია. ყველამ გაიგო. ის ქოხიც ცეცხლში დაიწვა. გაგახსენდათ? ეგ მეც გავიგე. ჩვენმა მდივანმა გვითხრა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ რას ვიზამთ? ხდება ხოლმე. უდანაშაულო ქალში აწმინდეს ხელი. მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატაროს. ცოდო არ არის? ო, ცოდოა. გეტყობათ, რომ კარგი ადამიანი ხართ. შრომელი, ალალი, პატიოსანი. დაგვეხმარეთ, გთხოვთ. გვინდა გავიგოთ იქ რა მოხდა. სიამოვნებით. მაგრამ შეფის ნებორთვის გარეშე რამე თუ წამომწდა, სამსახურიდან გამაგდებენ. ვერ გეტყვით. არავინ იცის აქ რომ ვართ. ჩვენებას არ დავაფიქსირებთ. უბრალოდ სიმართლე გითხარით და აღარ შეგაწუხებთ. რამზებიძეა. იმ ღამით ქოხში იყავით? ვიყავე.
აქ რას აკეთებ? ჩემსაგანში დაუბრუნდი, ჩემს სამფლობელოში. ჩვენება ჩამომართვეს და გამომიშვეს. პატიმრობის ვადა 5 წლით გამიზარდეს. შენი წყალობით. კანონი დაარღვია და უნდა დაისაჯო. რას ამბობ? მართლა? მართლა. ციხეს კი თავისი კანონი აქვს, ლამაზო. ჩამშვები არ უყვარს. ღამემშვიდობისა. საით? ჯერ არ დამემთავრებია. გაიწიე, რომ არ გავიწიო? რა ხდება? ვერაფერს მიაღწიე და გაღიზიანებული ხარ, არა? რას აპირებ? მეც უნდა მცემო? არა. შენთვის უკეთესი სიურპრიზი მაქვს. იმ ქოხში რატომ წახვედით? ეს გოგონა მიიყვანეთ? კარგად დააკვირდით. არა. არავინ წაგვიყვანეა. პირიქით წამოვიყვანეთ. ვინ წამოიყვანეთ? ვიღაც კაცი. ახალგაზრდა იყო თუ ხნიერი? თქვენი სიმაღლის იქნებოდა. ჭაღარა. ასაკოვანი კაცი იყო. უფეხო. გონი ნაჯახით მოაჭრეს. სისხლისგან იცლებოდა. ვიჯერებ. ცოცხალია? ძმაო. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.